სვეტიცხოვლობის აღსანიშნავად საქართველოში ჩამოსული სტუმრების საღამოს საქართველოს პატრიარქმა მიღებაზე დაპატეჟა. სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები თბილისის ზღვის კლუბში შეეკრიბნენ. მათ ილია მეორემ სიტყვით მიმართა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებას სთხოვა. კათოლიკოს პატრიარქს სიმბოლური საჩუქარიც გადასცეს. ილია მეორემ ასევე წერილი მიიღო რუსეთის პატრიარქისაგან კირილმა ქართულ ეკლესიის წინამძღვარს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ჩვენს ეკლესიებს საღვთო სიყვარული აკავშირებს, რომლის გაწყვეტა შეუძლებელია მიწიერი გარემოებებით, წერს რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს. ასეთი ზეიმი არ ყოფილა ჯერ საქართველოში 2000 წლის მანძილზე. ამიტომ ჩვენ ვმადლობთ უფალს და დიდებას ვსირავთ მას. მე მინდა ვთქვა, რომ უფალი აძლევს განსაცდელს იმას, რომ ვინც უყვარს მას. ამიტომ ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია განსაკუთრებული სიყვარულით. ერთი ბრძენი ადამიანი ამბობს, შენ თუ დაკარგე სიმდიდრე, არაფერი არ დაგიკარგავს. შენ თუ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე. მაგრამ შენ თუ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია. აი, სვეტიცხოველი არის მადლის მომცემი ყოველი ადამიანისთვის, ყოველი განსაკუთრებით ქართველი ადამიანისთვის. ბედნიერია ის ერი, რომელსაც შეუძლია თავისი მთავარი ტაძრის 1700 წლის თავი იზეიმოს. ჩვენ ქართველები ბედნიერი ვართ და ეს ბედნიერება არის ჩვენი წინაპრების დამსახურება, იმ ადამიანების დამსახურება, ვინც შექმნა და დაგვიტოვა ეს უდიდესი სულიერი და მატერიალური სიმდიდრე. განსაკუთრებით ასევე მინდა მივულოცო მცხეთელებს, იმიტომ რომ მცხეთა აბსოლუტურად განახლდა რაღაც ახალი სიცოცხლე დაებერა ქალაქს, აი ეს ძველისა და ახალის ტრადიციისა და სიახლის საუკეთესო სინთეზია, რაც მათ მიცემს შესაძლებლობას უფრო მიმზიდველი და უფრო განვითარებული ქალაქი იყო და შესაბამისად უფრო სწრაფად მოგვარდეს ის პრობლემები, რაც თითოეულ მათგანს აწუხებს. ეს დღე არის ისევ მეორე სიმბოლო ერთობის, სულიერი და მიწიერი ერთობის